სად შეიძლება წახვიდე, თუ წასასვლელი არსად არ გაქვს. გზა ყველგანაა. ეს მისი გამოცდილება დაუწერელი წიგნის პერსონაჟის. რაღაც კარგიც მახსოვს მე. უფრო ცუდი რა თქმა უნდა. არა მასვენებე არც მბრალებე ეგადასა მის ბიოგრაფიაში თითქმის არაფერი დასრულებულა, არც ბავშვობა, არც ბავშვობაში გადატანილი ტკივილები. ყველაფერი დაუსრულებელ გზასავით გრძელდება. ანდრე მორუა წერს, რომ ადამიანს, რაც გადახდება 8 წლის ასაკამდე, მთელი ცხოვრების მანძილზე თან ახლავს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. იქნებ ასეცაა. გზა, რომელზეც გაუჩერებლად მიდის, ფიქრით, ფეხით თუ მატარებლით, წარმოსახულიცაა და რეალურიც. მოგონება პირველი, ყველაზე მძაფრი. ქალაქი კიევი, მაღალსართულიანი სახლის კიბეები. დედას უჭირავს მისი პატარა ხელი, 4 წლის ბიჭის ხელი და უცებ მოულოდნელად გაუშვებს. დედა მიდის და აღარ ბრუნდება. ცივა. ის ვეღარ გრძნობს დედის ხელის სითბოს, ღამდება. ბავშვს გამლელები პოულობენ. ძალიან კარგად მახსოვს, რომ სართულებზე ჩვენ რო ავდიოდით კიბეებზე, დავითვალოთ, რომ რამდენი კიბეები არის. და დედაჩემმა მითხრა, რომ მე ჩავალო და მალე ამოვა. ველოდებოდი, არ მოვიდა დედაჩემი. ჩავედით ადვილად, მეთქი მოვა. ავედი ავტობუსში. ავტობუსი რომ მივიდა ბოლო გაჩერებამდე, დავრჩი მე აი მზღოლთან წინ ქალბატონი იყო მზღოლი და დარჩა მოხუცი ადამიანი. ეს ქალბატონი მეუბნება მზღოლი, რომ რატო არ ჩადიხართ რუსულად. მეუთხარ რომ დავიკარგე მეთქი, ვერ ნახულობ შემსრულებს. ბოლოს აღმოჩნდი ძალიან კარგად.
მახსოვს. იმ ბავშვთა სახლს ერქვა სანატორია სოლნოშკა. გაზეთებშიც წერდნენ ჩემ შესახებ, რომ დაიკარგა ის ბავშვი ესეთი და ესეთი. არანაირი ის არც არავინ არც მომაკითხა. ანუ მე ვამბობ ჩემ ნამდვილ მშობლებს. მიტოვებულობის სამუდამო განცდა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ იცილებს. დაჩოქილი ხადის წინ ვევედრები აცხოვას ობოლად რატო დამატოვა დაუჩოგებ ჩურჩული ვეთყვი წმინდა მარიამს მენადრები ზალია დაჩოქილი სანათლებს ვანთე ღმერთსა ვედრები ნუ გამწირავ ნუ დამატოვე შენ გევედრები აღარ ესმით მოდუმარ ხატებს ჩემი ვედრება გულისევდი მე ვსება დაჩოქილი სანათლებს ვანათე ღმერთსა ვედრები ნუ გამწირავ ნუ დამატოვე შენ გევედრები ეს არის ჩემი დედობილი, ვინც ჩამომიყვანა უკრაინიდან საქართველოში. მაგრამ ეგ არის რომ მასთან ერთად მე სურათი არ მაგადაგებული. მოგონება მეორე, გზა რომელმაც ყველაფერი საბედისწეროდ შეცვალა. ჭიათურიდან კიევში ჩასულ რუს ცოლ-ქმარს ბავშვთა სახლიდან მიყავთ ბიჭი, რომელიც ჯერ ისევ თავის მშობელ დედას ელოდება. ამის ყველაფერი კარგად ახსოვს. ის წამიც, როცა დედამ ხელი გაუშვა. მე ჩემი დაბადების წელიც არ მახსოვს, არც თვე, არც რიცხვი. და ჩემი ნამდვილი მშობლებიც ბუნდოვნად ემახსოვს. ბავშვთა სახლში რომ აღმოჩნდი ჩემი სახელი მახსოვდა სამირ, გვარი ნამდვილად მე არ მახსოვდა. და მანდ ვიყავი წარდგენილი სამირ ნიზვესნე. მე არაფერი არ მახსოვს. Самир неизвестный, ваши родители пришли. А ну твои мшоблеби мовиден. Чади то, გადავხდეთ მას. მე ვთხარი თქვენ ჩემი მშობლები არ ახართ მეთქი. ჩემი ნამდვილი სახლი ბუნდოვნად მახსოვს. მამა ჩემი მახსოვს, უკრავდა გიტარაზე და იყო ბოშა, დედა ჩემი იყო ნამდვილი უკრაინელი. გავარ მე ძალიან მას, იმიტომ რომ ჩემ თავს მე როცა უყურებ სარკეში, სულ თვალწინ მიდგას ეს დედა ჩემი მახსენდება ის ნამდვილი. Ехали цыгане, каманье домой. Мама ჩემი ისიც მახსოვს რომ არა ჩაოლებრად უკრავდა გიტარაზე, მახსოვს. ზოგჯერ ლოგინზე ედო გიტარა, მივიდოდი ხოლმე ვაწვალებდი. Раз, еще много раз.
Цыгане Приходите ко мне домой Вместе будем много пить За свою любовь Вместе будем много пить За свою любовь ნამდვილი მშობლებისგან მახსოვს სიტყვა, მაგრამ ჩემთვის აი დღემდე არის გაუგებარი რომ რატომ იმატოვა საკუთარმა დედაჩემმა. და მაინც სად და როგორ მიდიან ისინი, ვისაც ხელს უშვებენ, მაგრამ წასასვლელი არსად არ აქვთ. გზა ყველგან და არსაით. მატარებელი, ჩაბნელებული სადგურები, გრძელი და უცხო გზა უკრაინიდან საქართველომდე. Цыгане, приходите ко мне домой, вместе будем. За свою судьбу. ესეთი კოპეის საუბრობდით რაღაცებს მივებოდი ძალიან კარგად მახსოვს მე რატომღაც ზემოთ ვიჯექი ზემოთ ნუ მატარებლის რითმ ნამდვილად ეს ჩემი ცხოვრება დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება მოდი ჩვენ ანუ დავარქვათ ჩვენ მას ზაზაო თორმე სამირ მერქვა სახელი Русулат თქვა ძალიან კარგად მახსოვს. Давайте мы его назовем Зазой. ამ მატარებლით რუს დედობილს და მამობილს თუ ბედის წერას ის კიევიდან დიდი ქალაქიდან ჭიათურის ერთ-ერთ ყველაზე მივარდნილ სოფელში მიჰყავს. მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ამ გარემოთი იწყება ცხოვრების სხვა ეტაპი. რისი იმედი მაქვს მე ნუ რა თქმა უნდა ჯერ შენი თავისი იმედი უნდა გქონდეს ვინც გენდობა ვისაც ემდობი იმის იმედი უნდა გქონდეს და აქ ნამდვილად მე არავის იმედი არ მაქვს და აქ შენი თავის იმედიც არ აქვს
თუკი ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორც წერს სენტ-ეგზიუპერი, მოვდივართ ბავშვობიდან როგორც რომელიღაც ქვეყნიდან. მის ბიოგრაფიაში თითქოს ბავშვობა არც ყოფილა. ბავშვობის სამყარო გამოტოვა და სხვა გზაზე გადააბიჯა. მე როცა პატარა ვიყავი აქ, ვიზრდებოდი მამაკაცთან ერთად, დედობილთან, მამობილთან. ნუ ყვარდათ კეიფი, ყვარდათ სმა. მე ჩხუბიც იყო, გაწევა, გამოწევა. იყო ეგეთი რაღაც. მამა ჩემო შექმნა სხვა ოჯახი. ბევრჯერ მშივრებიც ვიყავით. ცდელობა ამგვარ, მაგრამ მაინც ბავშვობაში დაბრუნების. ჭიშკარი, რომელიც მრავალი წელი არ შეუღია, დაგმანული აღმოჩნდა მისთვის. გზა არსაით. როგორ ახრაშო? ჩამოველი ახლა. მოვინახულო სახრა. არეკარები არავის არ გინდა არავის, ჩვენი ბრალია. ბიჭო, ვინმე გაგაგძვართე და? სამირი ქვია ამას, თუ ზაზა ქვია. სამირი. თუ გენერალი ქვია, ვერ გევიგე რა ქვია ამბობს. ჩემი ნამდვილი სახელი არის სამირი. გვარი? კარგად იცი. გვარი? გვარი რა, გვარი неизвестный, სავჩუკ თქვენ იმას კენით. მაშინ თუ სავჩუკი არა ხარ, თუ სამირი ხარ, აქაზე მოდიხარ, აქ სავჩუკები ცხოვრობენ ამ ეზოში. როგორ რატომ მოხმობდი? აქ ხო არავინ არ ცხოვრობს ასე. სადაც ვიზრდებოდი აქ ხო? ისეთ პირობებში? რა პირობებში? ნუ მაგი კარგი იყო თუ ცუდი იყო. რა მნიშვნელობა აქვს მაგას ახლა დღესდღეობით? ნუ არანაირი. მამიდა ჩემო არანაირი ის აღარ არის უკვე აქ. ის არის ბიძა ჩემი. როგორ ახლა? კარგად. ბიძა ჩემო. კარგად იცი თქვენ. ჩემი ცხოვრება, ჩემი წარსული, ჩემი დედობილი ის იყო. მამობილი. მამა ჩემი დედნაცვალი იყო ჩამოდის. და ჩანს როგორი მოვლილი აქაურო. ის დედობილი ვინც მე მზრდი და კარებს ჩაკეტავდა ხოლმე ისე მირტყავდა. როცა თუ ვიცოდა ჩემი ჩამოდიოდა, ვინმე ჩამოდიოდა ამ კუთხეში ვიდექი, ან ლოგინის ქვეშ, ან პადვალში ჩამკეტავდა ხოლმე. მე გამომაჩენდა თუ ვინმე მოვიდოდა.
როვითომ არაფერი არ მომხდარა. Მცემის მიზეზი იყო, რომ ყველაფერს მე მაკეთებინებდა. რომ მიდიოდა მეზობლებში ამბობდა, რომ მე რომ მოვალ, რომ ყველაფერი იყოს დალაგებული, საჭმელი თქვა გაკეთებული და ისე რაღაც რო არ მოსწონდა, ბრაზდებოდა და სუდღეში მაგდებდა. ელემენტალური რა მაგალითად რო თქვა. ნუ მყავდა მე ძროხა, ხბო, ღორები. ძროხა არ მოვიდოდა თავის დროზე სახლში. მაგის გულისთვისაც იყო ცემატყება. Rato, gamir bihar, rato, me malebi, rato, gamitetere, karotema, rato, gamir bihar, rato, me malebi, rato, gamitetere. Ai rato რაღაც მე ამ სიმღერას რომ ხერება. ახსენდება იჩემი ბავშვობა. ცოცხალი ხარ ვიდეო? კი, მე ცოცხალი ვარ, როგორ ახალაშო. ეს თავპირე რა არის? რა თვეჩი. ეს არის ჩემი ბიზაშვილი. ვიზრდებოდი ჩვენ აქ ერთეზოში. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი დედას დაიხრებოდით ჩვენსკენ, ბავშვებისკენ, ჩვენი პატარა საწოლებისკენ, რომლითაც ჩვენ ხვალინდელი დღისკენ მივემგზავრებოდით და რომ მოგზაურობა უხიფათო ყოფილიყო, რომ არაფერს შეეშფოთებინა ჩვენი ძილი, გვისწორებდით ნაკეცებს, ტალღებსა და ჭრდილებს საბანზე. თქვენ აწყნარებდით ჩვენს საწოლებს, როგორც ღვთაებრივი კვერთხი აწყნარებს ხოლმე ზღვაზე ქარიშხალს. დედამ ხომ თქვა, დავბრუნდებიო. მე ძალიან კი მინდოდა ჩემი ნამდვილი მშობლები რომ მენახა. უბრალოდ რატომ მოხდა ასეთი გავგებრობა? ზაკნო უშუიოთ მიცე როცა სტრომი უკიტა რამე დაგჭირდეს მე მითხარ მე ყოველთვის გეცდები არა ისეთ რა არის ხელოვანი ადამიანი ყოველთვის ეხმარება მე ძალიან მიხარი მე ბევრი შეიძლება დამცემის მე იცი რა ამწყის საერთოდ შეიძლება არც უნდა ვამბობ ისეთი თაობა არის ადამიანზე ვამბობ მე რომელიც დედას მამას როცა არცის პატივს ის შეყვარების სიმსპათეებს
ორი ამას თავის ცხოვრება თავად იცის მომე რა ვიცი. როგორც სხვა ცხოვრობს ისე ცხოვრობ ჩვენს რა ვიცი. ისე ვაკ. მაგრამ სად? აქ წყდება ის, რაც შეიძლება სიტყვებით გამოითქვას. აქ პერსონაჟმა უნდა იმოქმედოს, გზა უნდა მოძებნოს. უპირველესად ძიმე მოგონებების ტვირთი უნდა მოიხსნას, დაუცველობის, მარტოსულობის. რუსი დედობილის სისასტიკის მოგონების, უიმედოდ დახშულ სივრცეში გარიყულობის. და მან უცებ სრულიად ბუნებრივად აღმოაჩინა გზა, გაძლების და სიძნელეების გადალახვის ნამდვილი გზა. უბრალოდ მიტევება და თანაგრძნობა. ტვირთი მსუბუქდება განსაცდელის წინაშე. მე-11 კლასს მე ვერ დავამთავრე, იმიტომ რომ დედობილი ძალიან ცუდად გახდა. ჩავარდა ლოგინად. მას სჭირდა სიმსივნის დაშლა, მომაკვდავი იყო ეს. და იცით რა არის ძალიან ისეთი თვალები ქონდა, ისეთი საწყალი თვალები ქონდათ. მე ისეთი ტკბილის სიტყვებსაც მეუბნებოდა, როცა მე მას ვუვლიდი, ვერ დგებოდა ლოგინიდან. ამ ხელა ქალს კიდევ უბანდი ვერ დგებოდა, მაგრამ მომქონდა ძალიან დიდი ტაშტი. ჩავდგამდი სკამს შიგნით, წყლები მქონდა დაგროვებული. ჩავაჯენდი აბაზა უბანდი. მეუბნებოდა რომ ძალიან მეწოდებიო, რომ ესე მივლიო. მე წარმოდგენაც არ მქონდა, ესე რომ მომივლიდიო მე. ბევრჯერ ცრემლები მომდიოდა, მაგრამ მე არ მიჩვენებია ეს ცრემლები. გრძნობდა, როცა კვდებოდა. ბევრჯერ უთქვია, რომ ცუდათაც გიქცეოდი, აღიარა. მაგრამ მე რატომღაც ცუდი მავიწყდებოდა, კარგი რაღაც მახსენდებოდა. ბიჭი, რომელმაც არ იცის საკუთარი ნამდვილი სახელი და გვარი. არც დაბადების თარიღი, არც ოჯახი. დღეს ის უბრალოდ საქართველოს შვილია. ძნელია თქმა საქართველომისთვის დედაა თუ დედინაცვალი. მაგრამ მას სხვაგან, სხვა ქვეყანაში წასვლა არ უფიქრია. მე ამჟამად გული მწყდება, რომ მე სადაც ვიზრდებოდი, ისეთი სიტყვა არ არის აკლია. მინდოდა სწავლა მიმიღო, მაგრამ ვერ მივიღე მუსიკალური. და გადამწყვეტ ვარ თბილისში, ჩემთვის ქირით. ვშოულობ დღესდღეობით, სიმღერით,
დაგვირით. ძალიან ბევრი ხალხი მეხმარება, მე ძალიან დიდი მადლობა მათ. თბილისში რო აღმოჩნდი, მომეძნა ქუჩებში რადგან მე ადგილი არ მქონდა დასარჩენი და აღმოჩნდი აქ ამ ბინაში. ამ ერთ ოთახში რჩება მე პატრონე. ზოგჯერ რჩება კიდე უცხო პირი. Красная роза, эмблема любви, черная роза, эмблема печали, красная роза, эмблема любви. ის თითქოს გამუდმებით სადღაც თავდაპირველთან, ყველაზე სანუკვართან დაბრუნებას ცდილობს. იქ იმ წიაღში, საიდანაც მოვიდა, იმ ხმების, იმ სახეების ამოცნობა უნდა. დედამ ხომ თქვა, დამელოდე და დაუბრუნდებიო. ეხლა ქართული ხო რა არის? მის ნამღერ სიმღერებში მებრძოლის გადამდები ენერგიაა. ის ქმნის, ძერწავს საკუთარ თავს, ბედს, გარემოს, ის თავის ატმოსფეროს ქმნის. მოგონება მესამე, როცა თავს დატეხილმა სისასტიკემ მოულოდნელად ყველაზე ახლო და ერთგული მეგობრები შესძინა. ეს მასმერე, როცა თითქმის სასიკვდილოდ ნაცემი საავადმყოფოში უგონოდ მიიყვანეს. მოტეხილობა მქონდა სამ ადგილას, სახე საერთოდ არ მიჩანდა. წამლის ფული არ მქონდა, საჭმელის ფული მე არ მქონდა. მან პაციენტები რომ იყვნენ ჩემთან ერთად პალატაში, მანდ მოდიოდნენ იმათთან სანახავად თავიანთი ხალხი. და მე ერთადერთს ვთხოვე, ქაშოთის ეკლესია რომ არის მათ მიწისქვეშ გადასასვლელი, მანდ ერთ-ერთი ქალბატონი მუშაობს ბატიბუტის ყიდის აპარატი უდგას და თუ შეგიძლიათ რომ მას რო შეატყობინოთ რომ მე აქ ვარ, იმედი მაქვს რომ ნერვიულობს ისიც რომ მე აღარ გამოვჩნდი ეს დღეები. როავედი ზევიდა რო შევხედე პალატაში თავიდანვე ვერც ვიცარი. ძალიან მაგრა იყო ნაცემი და სახე საერთოდ არ უჩვენდა. ამივარ დატირილი. რა ვიცი და მაშინ იმ წუთაზე ძალიან მაგრად იყო და აქეთ გვაწნარებდა ჩვენ. ძალიან ძლიერი ადამიანია. ნონა ვიკავატო. სხვადასხვა დროს შემთხვევით ჩავლილი უცნობი ადამიანები. გზად თანაგრძნობისთვის, დახმარებისთვის რომ შეჩერდნენ. საერთოდ ადამიანები ერთიანდებიან ტკივილით, სიცილით, გარემოზე რეაქციით, ვიღაცისადმი თანაგრძნობით. თანაგრძნობაც გადამდებია. რატო გამითეთა კარგოთ არ ვიცი.
რომელმა დედამ მიატოვა ასეთი შვილი. ნეტა ეხლა ენახა, რა შვილი დატოვა და როგორი შვილი გაეზარდა. არაჩვეულებრივი ბიჭია, ასეთი შვილი ყველა დედა მიატოვს. აი ჩემში ცოცხლობს ის პატარა ბავშვი, რომელიც მიატოვეს მას მერე, რაც მარტო დავრჩი, სულ ვეძებ დედას. არ გაუღრა გულის ხვას, რატო გამირები ხარ, რატო მემალები, რატო გამითეთრე კარგავთმა, რატო გამირები ხარ. Ებია რატომ დამთვალახა ანასერადახა დაღომებული სადარგო უარი შემომითვალა იმიტომაცვა ჩვენ გვინდოდა მოგვეთხოვრო ამ ადამიანებზე, მათი ყოფიერების სირთულეებზე, სინამდვილეში კი ძლიერ ადამიანებზე, რომლებიც არასოდეს კარგავენ იმედს. და ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი დამდგარიყავით მათ გვერდით, რადგან თანამდგომი თანამოაზრია. აქ პატრიოტის აპარატთან მუშაობ 16 წელია. ძალიან ძნელია ქუჩაში დგომა. ასია თუ ისია, მე მადლობელი ვარ ჩემი ბედის. კი ვარ აქ? ვარ, ახლა ბავშვებთან ძალიან მიყვარს ბავშვები. ვცდილობდით აგვეხსნა მათი გამძლეობის, სიხარულების, ამტანობის, სიმშვიდის თუ მოთმინების მაგალითები. ისინი ძლიერნი არიან ურთიერთგატანის და ერთგულების საოცარი უნარით და ალბათ იმითაც, რომ არ ნებდებიან ბედს, მაშინაც კი, როცა გზა არსაით მიდის. Isha mnoga, mnoga.